საღამოშვიდობისა დღის მთავარ თემებს ეთუნა ინსკირველი გაგაცნობთ მანამდე მოკლედ რას ვნახავთ გამოშვებაში. ხუთი თვე და არც ერთი საჯარო განცხადება, სად არის მთავარი პროკურორი. პროკურატურა ასევე არ გასცემს ინფორმაციას პროკურატურის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით. მთავარი პროკურორი გახლავთ, ფიქტიური მთავარი პროკურორი. საქმეები, რომელზეც მთავარ პროკურატურას დროულად უნდა გაეცა პასუხი. თვალით არ მინახე, არც პროკურატურაში, არც გენპროკურორია. დროში შეჩერებული გამოძიებები, ანა ახალაიას სპეციალური რეპორტაჟი დღის ამბებში 10-ზე. დამთავრდება უხერხული ღიმილი და დაასრულებს უხერხულობას მართველი გუნდისთვის. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება. პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები, პოლიტიკური სპექტრის ანატომია პრეზიდენტისგან. პორტირებულები, დეპორტირებულები და ჭეშმარიტები. ამას არ ქვია პოლიტიკური დაპირისპირება. თუ საუბარია კაცმოძრაობასთან კავშირზე, ასეთი ადამიანები ცავსია პრეზიდენტის ადმინისტრაცია. როგორი იყო არჩევნები? არჩევნები ჩატარდა სუდად. პრეზიდენტი ლეგიტიმურია, მე პირველივე დღეებში გამოვხატე ჩემი პოზიცია და როგორია მართვის სტილი ქვეყანაში. იციან მონარქიები, იციან საპარლამენტო რესპუბლიკები. ეს მოწყობა არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის. წავა თუ არა მარგველაშვილი ინაუგურაციაზე. ხო, კი, რა თქმა უნდა, პროტოკოლების შორის ყველაფერი გარკვეული არის, ასე რომ მივდივარ. მარგველაშვილი სტუდენტების შეკითხვებს პასუხობდა მოქმედი პრეზიდენტის ბოლო სამუშაო დღეები. პოლარიზებულ გარემოში დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, როგორი სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდა TV პირველს ბოლო 3 წლის განმავლობაში. Თებეთი არხი, რომელიც ცდილობდა, რომ ფუაში ყოფილიყო და დაეცა მიუკერძოებლობა იყო TV პირველი, საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა დაეკავებინა ის ნიშა, რომელიც დღეს უკავია TV პირველს. არ იგრძნობოდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ დადებითი ან უარყოფითი განწყობა. არ ედიდებოდა მმართველი ძალის მიმართ კრიტიკული მასალების ეთერში გაშვებას. მოგიყვებით დღის ამბებში 10-ზე. ირაკლი შოთაძე ჩაანაცვლა პოსტი 5 თვის წინ დაიკავა, თუმცა მედიასთან არასდროს გამოჩენილა. შალვა თადუმაძე ალბათ საგამოძიებო უწყებაში დადის, თუმცა მთავარი პროკურორი ვერ ხვდება ვერც კამერების ობიექტივში, კითხვები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ალბათ იმ ხმაურიანი საქმეების დაზარალებულ პირებს, ვისაც გამოუძიებელი ფაქტების ბედი აინტერესებთ. ანა ახალაია არკვევს, სად არის ქვეყნის მთავარი გამომძიებელი შალვა თადუმაძე. შალვა თადუმაძე ოფიციალურად საქმიანობას 16 ივლისს შეუდგა, სწორედ ამ პერიოდიდან დღემდე, ანუ დაახლოებით 5 თვეა უკვე ის მედიასთან არ გამოჩენილა. ყოველ შემთხვევაში, თუ ჩნდებოდა პროკურატურის მიერ დაანონსებულ ღონისძიებებზე, ხდებოდა ისე, რომ მთავარი პროკურორი მედიას გვემალებოდა, ის ძირითადად იმ შენობის უკანა გასასვლელიდან გადიოდა, რომელ შენობაშიც აღნიშნული ღონისძიება იმართებოდა და ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებს ტრადიციულად არ პასუხობდა. აქვე გეტყვით, რომ სანამ მაყურებელი ჩვენს მიერ მომზადებულ რეპორტაჟს ნახავს, მანამდე ვიტყვი, რომ დღეს ჩვენ დავუკავშირდით მთავარ პროკურატურას, ვკითხეთ მთავარი პროკურატურის პრესამსახურს ხომ არ იყო დღეისთან უახლოესი დღეების განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიება, სადაც მოგვეცემოდა მედიას საშუალება შეკითხვები დაგვესვა მთავარი პროკურორისთვის, თუმცა გვიპასუხეს, რომ ასეთი ღონისძიება უახლოეს მომავალში არ იგეგმება. სად არის მთავარი პროკურორი? ამის გარკვევას ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მათ შორის ვარკვევდით იმას, ვის რა კითხვები აქვს შალვა თადუმაძესთან. რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ. ეს მთავარი პროკურორის მედიასთან კომუნიკაციის ტრადიციული ფორმაა, თუმცა სატელევიზიო არქივში გაქცეული შალვა თადუმაძის ვიდეო მასალაც დეფიციტშია. უკვე 150 დღეა, რაც ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ჟურნალისტებისთვის გაუჩინარდა. თუ პროკურორი არ მიდიოდა მედიასთან, მედია მიდიოდა იმ შენობის უკანა გასასვლელთან, რომლიდანაც შალვა თადუმაძე კამერებს ემალებოდა. მთავარი პროკურორის სავარძელი თადუმაძე მას შემდეგ დაიკავა, რაც თავად მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი შოთაძემ კი პროკურორის თანამდებობა დატოვა. აღალჩინოსნების ცვლილების მიზეზი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე იყო. პირველი პირობაც სწორედ ამ საქმის პირად კონტროლზე აყვანა. რას აკონტროლებს თადუმაძე? ყველაფერი, აი თუ მკვლელობის ნაწილში რაც არის ძირითადი საქმე, მკვლელობის ნაწილში უნდა იყო თავის თავზე და უნდა გაეკონტროლებია რა მოხდა ძიების დროს, რა დარღვევები იყო, ვინ მფარველობდა, არაფერი არ ვიცი.
მის მიერ თვალით არ მინახია არც პროკურატურაში, არც გენპროკურორი, არც პროკურორები, გენერალური პროკურორი რო ქვია, უნდა დაავალდებულოს თავისი ქვეშევრდომები, რომლებიც მაშინ უთხარ სხვათა შორის, აქ ვირთხები ყავს უყველა კრუგში, რა ის საქმე, რა ის პასუხისმგებლობას იღებს შენ თავზე. ამ ვირთხეს სანამ არ მეიშურებ, ასე იქნება სულ ეს საქმე. შალვა თადუმაძემ ცოტა მოგვიანებით კიდევ ერთი პირობა დადო. თავარი პროკურატურა სრულ მზაობას გამოთქვავს იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში არასამთავრობო სექტორთან მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ეხებოდეს როგორც პროკურატურის მოწყობის, ასევე საპროკურორო საქმიანობის საკითხებს. მიუხედავად ამ განცხადებისა, გავარკვიეთ, რომ თადუმაძე არ აქტიურობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელმაც მთავარი პროკურორის ეს პირობა პირადად მოისმინა, მიიჩნევს, რომ პროკურორთან ერთად კომუნიკაციაზე უარს მისი უწყებაც ამბობს. სოფო ვერძეული არ არის ერთადერთი, რომელმაც ძალოვანი უწყების პირველ პირს კომუნიკაციის უნარი დაუწუნა. მე არ მახსოვს შეხვედრა, ოფიციალური შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან პროფესიულ ჯგუფებთან, რომელიც პროკურატურის ინიციატივით ჩატარებულა და ჩვენ არ გვქონია შესაძლებლობა ამ დრომდე მოგვესმინა მაგალითად მთავარი პროკურორის ხედვებისთვის რეფორმებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ პროკურატურა ასევე არ გასცემს ინფორმაციას პროკურატურის რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც დაიწყო ახალმა მთავარმა პროკურორმა. მიუხედავად არაერთი მიმართვისა, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ პროკურატურაში, ამ დრომდე არ არის პასუხი დასრულდა თუ არა რეორგანიზაციის პროცესი, რა შედეგი დასრულდა. მე ვერ შევაფასებდი პროკურატურის მუშაობას დადებითად. ჩვენ წინა პროკურორი ვფიქრობ, რომ მთავრობამაც იმიტომ შეცვალა და იმიტომ გვითხრეს, რომ ვცვლითო, რომ იყო კითხვები და დღეს იგივე კითხვები არსებობს, თუმცა ახალმა პროკურორმა არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ კითხვებზე გაესვა პასუხი. ფიქტიური, სწორედ ასეთი ზედსართავით დაახასიათა თბილისის ყოფილმა პროკურორმა მოქმედი მთავარი პროკურორი. მაია მწარიაშვილი შალვა თადუმაძის ხელმძღვანელობის სხვა ხარვეზებზე მიგვითითებს. ყველა მთავარი პროკურორი არის და ფარცხალაძის, ასე ვთქვათ, ფარცხალაძეა სულ მთავარი პროკურორი, ყველა სხვა დანარჩენი მთავარი პროკურორი მას მერე არ გახლავთ ფიქტიური მთავარი პროკურორი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავარი პროკურორი არ გახლავთ, აი პირდაპირ მნიშვნელობით ფარცხალაძის, ესე ვთქვათ, დაჯგუფების პლანი უფრო მაღალი სიტყვა წევრი, ის დარჩა პროცესების მიღმა. მას არ აქვს აი ეს მწვანე შუქი, რაც მას გარკვეული მოქმედებების განხორციელების რაღაცა ელემენტარულ საშუალებას მისცემდა. სად არის შალვა თადუმაძე? ეს კითხვა ტევე პირველმა დღეს იმ პოლიტიკურ ძალას დაუსვა, რომელმაც მის არჩევაში დიდი წვლილი შეიტანა. გავარკვიეთ, რომ მთავარი პროკურორი დაკავებულია. პროკურატურის სისტემაში იყო სხვადასხვა ხასიათის სირთულეები, ხარვეზები, გამოწვევები და სწორედ ამაზე მუშაობას ეთმობა, რა თქმა უნდა, შალვა თადუმაძის ძირითადი სამუშაო დრო. ოცნების მმართველობის პირობებში რიგით მეხუთე მთავარი პროკურორის ანგარიშზე აქ თუ ისე ბევრი გახმაურებული საქმეა, თუმცა кейსები, რომელსაც პროკურატურა იძიებს, საკმაოდ სკანდალური და რეზონანსულია. ჩამონათვალი ასეთია: ომეგა ჯგუფის საქმე. ამ საქმის ფარგლებში მედიაში გავრცელებული ფარული ჩანაწერები. მირზა სუბელიანის ციხეში სავარაუდოდ ჩაწერის საქმე და ეგრეთ წოდებული ყალბი პირადი მოწმობების кейსი. ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე გამოძიებას შედეგი არ დაუდია და არც პასუხისგებაში მიუწია ვინმე. რატომ? პორტირებულები, ექსპორტირებულები და ჭეშმარიტები. ასე აფასებს პოლიტიკურ გარემოს ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი და ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც 2016 წელს ქართული ოცნება დატოვა, ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელსაც წარსულში ხელისუფლებებთან ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება ჰქონდათ, პოლიტიკური რეალობა შეიცვალა. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კარგი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტს დაუბრუნდება. პრეზიდენტის აზრით, პარტიაში ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია. პრეზიდენტი მწვავე არჩევნების შეფასებისას და ამბობს, რომ ეს იყო ცუდი, მეთოდური და სერიოზული დარღვევებით ჩატარებული. კიდევ რა თქვა ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა უფლებამოსილების ამოწურვამდე, რუსტან დუმბაძე ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილის სტუდენტებთან შეხვედრას.
დიახ, გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, თითქმის 2 საათის განმავლობაში კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტები ინტერესდებოდნენ მისი შეფასებებით პოლიტიკური პროცესების მიმართ და პასუხებიც იყო პოლიტიკური და საკმაოდ კრიტიკული. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას სტუდენტებთან თითქმის ყველა შეხვედრის დროს აკრიტიკებს და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა ყოფილა, მან გააკრიტიკა ამჟამინდელი ხელისუფლება, წინა ხელისუფლებაც და ასევე გააკრიტიკა საკუთარი თავიც. ამ შეხვედრიდან გავიგეთ, რომ გიორგი მარგველაშვილს მობეზრდა იმ პროცესების ყურება, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ადევნებს თვალს და ამიტომ მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა ის კმაყოფილია საკუთარი თავით, რადგან მან შეასრულა მისი მთავარი მიზანი ყოფილიყო არაპარტიული პრეზიდენტი. ეს შეხვედრა სტუდენტებთან მისი პრეზიდენტის რანგში იყო ბოლო. გიორგი მარგველაშვილი 3 დღეში დაემშვიდობება ამ პოსტს, თუმცა არაპირებს დაემშვიდობოს სტუდენტებს, რადგან მას შემდეგ რაც ის ამ პოსტს დაკარგავს, დატოვებს ამ პოსტს, დაუბრუნდება მის ძველ საქმიანობას საგანმანათლებლო სივრცეში. რა გზავნილები გააკეთა გიორგი მარგველაშვილმა 3 დღით ადრე, ვიდრე ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას დაკარგავს, ნახოთ სიუჟეტი. საგანმანათლებლო სივრცე როგორც პოლიტიკური განცხადებების პლატფორმა. გიორგი მარგველაშვილმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და ხელისუფლების კრიტიკისთვის სტუდენტებთან დღევანდელი შეხვედრაც გამოიყენა. სპორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, რომ ჭეშმარიტებმა რა დააშავეს. ასეთია მარტივი ფორმულა, რომლითაც მოქმედი პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ხსნის. პორტირება გიორგი მარგველაშვილისთვის პოლიტიკოსების ბიოგრაფიის მთავარი ნაწილია. მის ღერძს ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს. ამიტომ პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მათ შორის დაპირისპირება არა პოლიტიკური, არამედ პიროვნულია. არიან პორტირებული ნაციონალები, არიან ექსპორტირებული ნაციონალები, რომლებიც არიან უფრო ევროპულ და ჭეშმარიტი ნაციონალები, ვინც არიან ნაციონალურ მოძრაობაში, ექსპორტირებულები, ვინც არიან ევროპულ საქართველოში და პორტირებულები, ვინც არიან ქართულ ოცნებაში. ეხლა ეს პორტირებულები უყვებიან ექსპორტირებულებს, რომ ჭეშმარიტებმა რა დააშავეს. და ამას უყურებ როგორც პოლიტიკურ დებატებს და ვერ ერთვები ამაში. ხო, ეხლა რამდენი ხანი უნდა უყურო ერთი და იგივე ამბავს, ისეთი ბოლომდე გაუგებარი პროცესია, რომ ამას არ ქვია პოლიტიკური დაპირისპირება. პოლიტიკურ ვითარებას ხსნის, თუმცა ვერ ხსნის ქვეყანაში არსებულ სახელმწიფო წყობას. სისტემა, სადაც ლიდერი პოლიტიკურ პროცესებს მიღმა ლიდერობს, გიორგი მარგველაშვილმა ვერც ერთ სახელმწიფო წყობას შეუსაბამა. ჩვენთან, ჩვენ პარტნიორებს არაერთხელ დაუსვათ კითხვა, რომ რა სახელმწიფო მოწყობა გაქვთ. იციან მონარქიები, იციან კონსტიტუციური მონარქიები, იციან საპარლამენტო რესპუბლიკები, იციან საპრეზიდენტო რესპუბლიკები. ეს მოწყობა ჯერჯერობით ასე ნათლად არც ერთ სახელმწიფო სისტემაში არ არის აღწერილი. იპოვა გამოსავალიც. მოქმედი პრეზიდენტისთვის გაჩენილ კითხვებს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ღიად ჩართვა და პრემიერად დაბრუნება გააქრობს. თავიდანვე, როდესაც ბატონი გიორგი წავიდა თანამდებობიდან, მე მიმაჩნდა, რომ ძალიან სწორი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ლიდერია და მასთან ერთად რომ მუშაობდი, ნამდვილად მომწონდა მასთან ერთად მუშაობა ოპოზიციაშიც და მინისტრადაც. ივანიშვილის დაბრუნება გააქრობს კითხვებსაც და დამთავრდება უხერხული ღიმილი. უხერხულ ღიმილს მარგველაშვილი იმ პოლიტიკოსების სახეზე ხედავს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს როგორც ლიდერს აღიარებენ, თუმცა ამის ღიად თქმას ერიდებიან. დაუშვით თუ არა შეცდომები, ერთმნიშვნელოვნად შეცდომები დაუშვით. მოქმედი პრეზიდენტი არც თვით კრიტიკას მოერიდა. თქვა, რომ შეცდომები მან ადამიანების შეწყალებისას დაუშვა, თუმცა ფიქრობს, რომ მის გარეშე მართალი ვერ იქნებოდა. თვით კრიტიკას ხვების კრიტიკამ გადაფარა მაშინ, როცა თქვა, რომ შეწყალებას მის წინააღმდეგ პოლიტიკური იარაღად ის ადამიანები იყენებენ, რომლებიც არ აკრიტიკებდნენ ნაციონალური მოძრაობის ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას. მმართველი პარტიის ელიტის ძირითადი ბირთვი კიდევ ერთხელ რამდენიმე გამონაკლისის გარდა არამც თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდა. პოლიტიკურ ცხოვრებას არც აკვირდებოდა, რასაც მე უყურებ მათ გამონათქვამს. ანუ არც იციან, რაზე ვსაუბრობდით, რას ვერ ჩოდით ამ ნიშას და რას ვერ ჩოდით ადეიშვილს და მერაბიშვილს, არც იციან. ამას იგებენ, როგორც ახლა მე შუშანიკის წამებას რო ვკითხულობ, რომ დაახლოებით ხვდები იქ რა მოხდა რა. იქ არ არიან არც ნამყოფი, არც უნახავთ.
მძიმე პოლიტიკური ვითარება და მარტივად სავარაუდო მომავალი მარგველაშვილს პოლიტიკის ნაწილად ყოფნის სურვილს უკარგავს. სწორედ ამით ახსნა მოქმედმა პრეზიდენტმა თუ რატომ არ იყარა კენჭი მეორე ვადით. ისევ ორპოლუსიანი იქნებოდა და მე უნდა მეთამაშა კიდევ ერთხელ ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. და ბოლოს 30 წელიწადია მაგას ვაკეთებ და აღარ მინდა მაგის კეთება. აღარ შემიძლია ცუნამების ქვეყანაში ცხოვრება, სულ ტალღებია და უბედურებებია. გუნდს, რომლის ლიდერს ჭკვიანს უწოდებს, წევრებს კი სუსტს, მარგველაშვილი რჩევას აძლევს და ამბობს, რომ არჩევნების დარღვევებით გამოწვეული შედეგი გასააზრებელი და გამოსასწორებელია. არჩევნები ჩატარდა ცუდად. არჩევნები ჩატარდა მეთოდური და სერიოზული დარღვევებით. ჩემი აზრით, უნდა ვიყოთ ადეკვატურები. ადეკვატურობა ნიშნავს, რომ ძალიან მარტივად დაინახო რეალობა. ეს გააკეთე, ამდენი რამე დაარღვიე, კარგი, შეგჭა. მაგრამ შეგჭა ნიშნავს იმას და გავიაზრე ნიშნავს იმას, რომ მე ამას დღეის ამას იქეთ, მე ამას არ გავაკეთებ და არა უბრალოდ არ გავაკეთებ. არამედ გავაკეთებ, გადავდგავ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ესეთი რამე მეტი არ მოხდეს. მიუხედავად ცუდი არჩევნებისა, პრეზიდენტში მისი შედეგი ეჭვებს არ იწვევს. მას არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაბარება ცივილურ პირობებში სურს. ამიტომ მარგველაშვილი ინაუგურაციაზე დასწრებას გეგმავს. თუ მიბრძანდებით ინაუგურაციაზე? მე რამდენად ვიცი, ხო, კი, რა თქმა უნდა, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეული არის, ასე რომ მივდივარ. მე დავიწყე ეს პროცესი იმითი, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი უფლებამოსილების გადაბარების თვალსაზრისით მოვიპატიჟე ჩვენთან საპრეზიდენტო სასახლეში და ამ ცივილიზებულ პროცესს ერთი პრეზიდენტის მიერ მეორე პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაბარებისა იმედია წარმატებულად 16-ში დავასრულებთ. ბევრი ელაპარაკა წინამორბედებზე და მათ ტრაგიკულ ბედზე. ამბობს, რომ მისი მიზანი არა პარტიულობა იყო, რაც მისი თქმით გამოუვიდა. ეს სტუდენტებთან მისი პრეზიდენტის რანგში ბოლო შეხვედრა იყო. მას სტუდენტები მომავალშიც მოусმენენ, ოღონდ ამჯერად ლექტორის რანგში. მინიგულისმა პორტირებულებში პრეზიდენტმა ქვეყნის პირველი პირის შეფასებებს, რომელსაც მმართველი გუნდის კრიტიკა სულ თანსდებდა, არც დღევანდელი დღე ყოფილა გამონაკლისი. გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს პარლამენტში ეხმაურებიან ოცნების მსგავსად, ჯერ კიდევ მოქმედს აკრიტიკებენ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ვინ იქნება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ეს არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტი. ეს გამარჯვებული არის ქართული ოცნება, მისი თავმჯდომარე არის ბიძინა ივანიშვილი და ამ პოლიტიკურმა ძალამ გადაწყვეტა ის თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაბრუნებულიყო მეორე ვადით პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა მან არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, იმდენად დაბალი იყო მისი რეპუტაცია არჩევნების მომენტისათვის. აქედან გამომდინარე მას მოუწოდებ ნუ გასცდება იმ მანდატს, რომელიც აქვს მინიჭება. მე არ ვიცი პორტირებულში რა ეგულისხმება, თუ საუბარია ნაცმოძრაობასთან კავშირზე, ასეთი ადამიანებით სავსეა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უფლებამოსილების ამოწურვის ბოლო დღეებში ის ცდილობს რაღაცნაირად თავისი, ასე ვთქვათ, შეხედულებით კუდი მოიქნიოს, არ არის ეს ღირსეული საქციელი. თითქოს და ეს ქართული ოცნების მთავარი შემოქმედი ბიძინა ივანიშვილი და ის გუნდი, რომელიც ატარებს სავალ პოლიტიკას, ის არ იყოს დამნაშავე ქვეყნის შექმნილ ვითარებაში და ასე ვთქვათ, წვრილფეხა გადაბარგებულ ნაციონალებს აბრალებს წარუმატებლობას. დაბრუნებულია ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი, ბატონო გიორგი და ეს უნდა გეტყვათ უფრო ხმამაღლა და არა ეხლა, როდესაც ამ განცხადებით ფაქტობრივად ამარხლებთ მის ასე ვთქვათ რბილ როლს შექმნილ პროცესებში. რბილი ძალა კი არ არის ბატონო ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის უხეში ძალა, რომელიც აღწევს კონსტიტუციას და ძალიან კარგად გამოცადეთ ეს საკუთარ თავზე. ახლად არჩეული პრეზიდენტი გუნდს მომავალ კვირაში დააკომპლექტებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჯერ არ აქვს უფლებამოსილება ვინმეს პოსტის შესთავაზოს. რაც შეეხება ინაუგურაციაზე დამსწრე უცხოურ დელეგაციებს, არჩეული პრეზიდენტის თქმით, ამის შესახებ ინფორმაციას მედიას საგარეო უწყება მიაწვდის. სესლი ბოკერია მოისმინა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომელიც შეკვეცილი უფლებამოვალეობების შესრულებას 3 დღეში შეუდგება. ახლად არჩეული პრეზიდენტი გუნდის დაკომპლექტებას ფიცის დადების ცერემონიის შემდგომ გეგმავს და ის ამბობს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები შტაბში მომდევნო კვირიდან უნდა დაიწყოს. ასევე ზურაბიშვილი ანონსებს რეორგანიზაციასაც ადმინისტრაციაში და ამბობს, რომ გაიმართება კონკურსი ადმინისტრაცია დაკომპლექტება პროფესიონალებით და რაც შეეხება კონკურსს, ზურაბიშვილის თქმით ჩატარდება სრული კანონის დაცვით.
გუნდს დავაკომპლექტებ იქით კვირას, უკვე დავიწყებ მაშინ ოფიციალურ შეხვედრებს, ჯერ არა ვარ პრეზიდენტი. შემცირებული არის საერთოდ ადმინისტრაცია, რაც მიმაჩნია სრულიად საჭიროც, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ შეიძლება რომ იყოს ან ზედმეტი ხარჯები, ან ზედმეტი პერსონალი, მაგრამ რაც იქნება საჭირო ეფექტურობისთვის, ის ადამიანები იმუშავებენ, რეორგანიზაცია იქნება, კონკურსი და კანონი იქნება სრულიად დაცული, ეს არის მთავარი. იმასაც გეტყვით, რომ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს მოლოდინი აქვს იმისა, რომ რუსეთი მის აგრესიულ ტონსა და დამოკიდებულებას საქართველოსა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ შეიცვლის. რაც შეეხება ინაუგურაციას და კითხვას მოიწვევს თუ არა ის მის ოპონენტ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ის ვაშაძისგან მხოლოდ და მხოლოდ აღიარებას ელოდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მომავალი პრეზიდენტი, მე ველოდები, რომ შეიცვალოს რუსეთისგან მტრული დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ქალბატონსალმე გრიგოლ ვაშაძეზე იყო საუბარი, რომ იმის შემთხვევაში თუ ის გაღიარებდა, თქვენ მას მოიწოდეთ. აი, ეხლა რა ეტაპზე ხართ? აპირებთ თუ არა მოწვევას ინაუგურაციაზე, თუნდაც თქვენი ოპონენტი? რა ეტაპზე არის? თქვენ დამაინტერესებს რა გადაწყვიტეთ ამ სცენარის გაცნობის შემდგომ? რაც შეეხება 16 დეკემბრის ცერემონიას, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა ფიცი უნდა დადოს ქვეყნის წინაშე, ის კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ინაუგურაცია ჩატარდება იქნება ევროპული სტილის და ასევე სადა. თუმცა დამატებითი კითხვები თუ ვინ იქნებიან, ვინ დაესწრებიან ფიცის დადების ცერემონიას და დამატებით დეტალებზე სალომე ზურაბიშვილმა დღეს კომენტარი არ გააკეთა და განაცხადა, რომ ამ ყველაფერს ის სიურპრიზად ტოვებს და ამისად დაველოდოთ დაანონსებულ სიურპრიზებს 16 დეკემბერს ინაუგურაციაზე. ახლადარჩეული პრეზიდენტის განცხადებები სესილი ბოკერიამ გაგვეცნო. ზუსტად 3 დღეში სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გახდება. ფიცის დადების ადგილი შერჩეულია ინაუგურაციისთვის სამზადისი დასკვნით ეტაპზეა. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ სასახლის ეზოში ცერემონიას თვალი ადევნონ, იქნება სპეციალური მონიტორიც, რომელიც გარე პერიმეტრზე დამონტაჟდება. ამასთან ცნობილია ოპოზიციის დღის წესრიგიც, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიცია მთავარ მოთხოვნებს გააჟღერებს. გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას ეტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა და ამომრჩევლებს ხმები მოპარეს. ნახოთ, როგორ იგეგმება აქცია და ინაუგურაცია ერთმანეთის პარალელურად. ზეიმი და პროტესტი ერთ ქალაქში. სალომე ზურაბიშვილი ფიცს საპროტესტო აქციის ფონზე დადებს. ინაუგურაციის ლოკაციიდან რამდენიმე მეტრში გაერთიანებული ოპოზიცია ფართო მასშტაბიან აქციას აანონსებს. ჩვენ აქ ვაპირებთ მშვიდობიანად გავაპროტესტოთ ეს ყველაფერი და უთხრათ აქედან არა მარტო სალომე ზურაბიშვილის და ბიზნე ივანიშვილის, არამედ მთელ საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს არჩევნები ჩატარდა გაყალბების, ძალადობის, ზეწოლის და რა ვიცი, 1000 უბედურების ფონზე. ნუ დააზიანებენ ნუც ქალაქს და ნუც ქვეყნის იმიჯს და პრესტიჟს და თავის თავსაც ნუ დააზიანებენ. ამ ჯგუფს არ შეუძლია თავის დამარცხების ღირსეულად მიღება და თავისი პოლიტიკური ცხოვრების ღირსეულად გაგრძელება. ინაუგურაციას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება, ამბობს ირაკლი კობახიძე. პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალური ცერემონია 7 ვითარებაში ჩაივლის. მე იმედს ვიტოვებ, რომ ისინი არ მოიქცევიან ესე როგორც მაგალითად გუშინ მოიქცა ნიკა მელია, ეს არ იქნება ნამდვილად პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებისთვის შესაფერისი საქციელი. ამის იმედს ვიტოვებ, თუმცა ნაცმოძრაობისგან მაინც პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს. მიდიხართ თუ არა აქციაზე და რამდენად მომგებიანია სალომე ზურაბიშვილის შერჩეული ადგილი ინაუგურაციისთვის? ეს კითხვები თელაველებს დავუსვით. აი ნეიტრალურად უყურებ რა, მე არც მიხარია რომ აქ ტარდება და არც კი ის რომ აქ ტარდება. აქციაში მონაწილეობის მიღება. არა, მე არ ვაპირებ. რატომ? ვიცი, მე მიმაჩნია რომ მიმაჩნია კი არა, ასია, ჩვენი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, ხალხის მიერ არჩეული. აპირებთ მისვლას? დიახ, აუცილებლად. იმიტომ რომ ჩვენ არ აგვირჩევია სალომეთ, მე გამოვალ გარეთ მოედანზე და რა თქმა უნდა. მე არაფერში პოლიტიკაში არ ვარ, მაგრამ მოედანზე გამოვალ მაინც. ნორმალურად შეაიაროს ინაუგურაცია. როგორ უყურებთ ინაუგურაციის თელავში ჩატარებას? კი, როგორ არა. იმიტომ რომ რეგიონებშიაც უნდა გავიდნენ აუცილებლად. არ არის აუცილებელი მარტო დედაქალაქში იყოს ყველაფერი.
როგორი იქნება სადა და ევროპული ცერემონია, დეტალები გასაიდუმლოებულია. თელავი ინაუგურაციისთვის განსაკუთრებულად ემზადება. ზუსტდება ბოლო დეტალები, ხვალდაზე გენერალური რეპეტიციაა დაგეგმილი. მოწვეულ სტუმართა სია უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ თელავში ერეკლე მეფის სასახლეში მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივა. სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა სააპელაციო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამორჩეულთა მოსყიდვის ფაქტის დადგენას ითხოვდა, რასაც მისი საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა უნდა მოხოლოდა. სხდომაზე მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულების სახით ვიდეო მასალა იქნა წარდგენილი, რომელიც მათი მტკიცებით დარღვევებს ადასტურებს. თუმცა მოპასუხე მხარე ამბობს, რომ ოპოზიციამ სააპელაციო სასამართლოში დამატებითი მტკიცებულებები ვერ წარადგინა და მანამდე არსებული მტკიცებულება ვერ გახდებოდა პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძველი. პარლამენტში უკვე რამდენიმე საათია მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დახურულ რეჟიმში ხვდებიან, სხდომას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. პარალელურად ორშაბათიდან კანონმდებლებს ახალ რეალობაში მოუწევთ მუშაობა, სიახლე არაერთ ცვლილებას ითვალისწინებს, მათ შორის იზრდება იმ გარემოებების ჩამონათვალი, რომლებიც დეპუტატისთვის ხელფასის დაქვითვის მიზეზი გახდება. ასევე ოჯახური მდგომარეობა ვეღარ იქნება სხდომების გაცდენისთვის საპატიო მიზეზი, რასაც ამ დრომდე დეპუტატები აქტიურად იყენებდნენ და ქვორუმის არარსებობის მიზეზიც ხშირად სწორედ ეს იყო. Sankციები გათვალისწინებულია ახალ კონსტიტუციაშიც. რუსტან ჯაბანიშვილი თემის დეტალებით გვერდება. უკვე 2 საათზე მეტია ქართული ოცნების წევრები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა საუბრობენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საუბრის მთავარი თემა არის ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, მიმდინარე პროცესები და განსაკუთრებით ის, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ და ახალი კონსტიტუციის პირობებში. მმართველი გუნდის წევრები ირწმუნებიან, რომ დღეს საუბარი არ შეეხება პარტიაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილებები ქართულ ოცნებაში არ იგეგმება, თუმცა იქვე ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში დაწყებულ პროცესებს ვინც ვერ აუწყობს, ვინც ვერ ჩაერთვება ამ ტემპში, მასთან დაკავშირებით მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. დღეს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ისიც თქვა, რომ ქართული ოცნება მუშაობს იმისთვის და მათი სურვილია, რომ ახალი სახეებით მოხდეს გადახალისება პარტიის. ტექნიკური საკითხებიდან დაწყებული, საორგანიზაციო საკითხებით გაგრძელებული გვანთებს, რომ ახლებურად შევემუშაოთ ეს გეგმები. ზოგადად მათ შორის საპენსიო რეფორმაზეც არის საუბარი, რომელიც ამოქმედება 1 იანვრიდან, ასევე პარტიულ თემებზეც. ესე ხელაღებით, პერსონიფიცირებით, მითითებით კონკრეტულ ადამიანებზე რა ცვლილება იქნება, ასე ჩვენ არ ვსჯელობთ, ჩვენ ვამბობთ, რომ თუკი იმ ახალ რეალობაში, რომელიც რომლის განსაკუთრებული მოლოდინი ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საზოგადოებას ჩვენ ყველას ერთად გვაქვს, ვერ აუწყობს ვინმე იმ დინამიკას, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერებული უნდა იყოს სხვადასხვა სფეროების განვითარების კვალდაკვალ, უნებრივია ეს იქნება ცვლილებების საფუძველი. მსჯელობის ძირითადი საგანი იყო საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც უნდა ამოქმედდეს ახალდარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე. ასევე ის მნიშვნელოვანი კანონი, რაც არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და ის თანმდევი პოლიტიკური ცხოვრება, რომელიც ამ ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით არის გათვალისწინებული, არანაირი საკადრო ზოგადად რაიმე სახის ცვლილება ამ ეტაპზე, ამ შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა. საპარლამენტო უმრავლესობის ხდომამდე კი მთელი დღის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საკითხი, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები ხშირ შემთხვევაში არ ესწრებიან პარლამენტის ხდომებს. სწორედ ეს გახდა გუშინ იმის მიზეზი, რომ ვერ შედგა ქორუმი და გუშინ ჩაიშალა კინჭისხრა მომავალი წლის ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებით. დღეს ის დეპუტატები, რომლებიც არ ესწრებოდნენ გუშინდელ ხდომას, ამბობდნენ, რომ მათ ჰქონდათ საპატიო მიზეზი, რის გამოც მათ ვერ მოახერხეს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლა. ამას
და ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ირაკლი კობახიძეს არ უსაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ არსებული რეგლამენტის მიხედვით რატომ არ ამოქმედდება სანქციები კონკრეტული დეპუტატების მიმართ. მან აქცენტი გააკეთა ახალ რეგლამენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საკმაოდ მკაცრი სანქციები გატარდება იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში სხდომებს არ დაესწრებიან და შესაძლოა მათ დეპუტატის მანდატის დაკარგვადაც კი დაუჯდეს მსგავსი საქციელი. რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არა დოკუმენტები და რეგლამენტში გაწერილი წესები, არამედ მართლმორწმუნე გუნდის პოლიტიკური ნება, რომ ისინი ესწრებოდნენ სხდომებს და სრულფასოვნად წარმართავდნენ საპარლამენტო საქმიანობას. რატომ არ ესწრებოდნენ სხდომას, სადაც ბიუჯეტი და დაფინანსება? ანუ ვიყავი მე გუშინ საკმაოდ მოვედი. რეგისტრაცია არ გამოვიდა, იმიტომ რომ აღარ იყო. ან დაგაგვირდა. გამოგვიანდა ჩვეულებრივი პროცესია, მანქანა საბურავი დამიშვა და თუ არა საპატიო მიზეზია, ეს უკვე სხვა საკითხია. ამაზე შევთავაზეთ. თუ საპატიო მიზეზი ქონდა და იმის გამოარესებოდნენ, ეს უკვე სხვა. მე მაგალითად ვიცი გარკვეული დეპუტატებს რაღაც ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდათ, გარკვეული სასამართლოზე ჰქონდათ რაღაც საკითხები და ახლა ზოგი მივლინებაში იყვნენ. ახლა გამომდინარე, ხო არ ვიცი ჩვენ კონკრეტულად როგორ შეიძლება ხელაღლები თქვა, რომ უპასუხმოდგომობის გამო მოიქცა ვინმე ასე. ეს არის კიდევ ერთხელ სახე იმისა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს საქართველოში, ანუ ლეგიტიმურობას მოკლებული ხელისუფლება, რომელიც აი ესეთი მეთოდებით მართავს და რომელსაც გუნდის შიგნითაც კი უკვე სერიოზული პრობლემები აქვს. გამოდის რომ ამ ორ წელიწადში ჩემი ცხოვრების 8 დღე ვიჯექი მათ მოლოდინში და ეს არის უპასუხისმგებლო უმრავლესობა, აქვს საკონსტიტუციო უპირატესობა არის ვალდებული, რომ მიიღოს ბიუჯეტი და მიიღოს კანონები. სხვაშორის ბიუჯეტს თუ არ მიიღებენ, მაშინ მთავრობის გადაყენების საკითხი დგება. არა ვარ იმისი წინააღმდეგ, რომ გარკვეული ზეწოლის რბილად რომ თქვა, ბერკეტები იყოს იმისათვის, რომ დეპუტატს მისი პასუხისმგებლობა არ დაავიწყდეს. საკანონმდებლო ორგანოში სასესიო კვირა ხვალ დასრულდება. ამის შემდეგ სავარაუდოდ კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება სხდომები ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში და ეს იქნება სავარაუდოდ ბოლო სხდომა, რომელიც ჩატარდება ქუთაისში, ვინაიდან როგორც ცნობილია, პარლამენტი ახალი კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად ბრუნდება დედაქალაქში და უკვე თებერვლის თვიდან საპარლამენტო საქმიანობა სრულფასოვნად გაგრძელდება სწორედ თბილისში არსებულ პარლამენტის შენობაში. პარლამენტიდან რუსლან ჯაბანიშვილი გვერდებოდა. რამიზეზით გააცრინა გუშინ პლენარული სხდომა დეპუტატმა, სადაც 2019 წლის ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინათ. პირველი ჟურნალისტის ამ კითხვამ უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე გააღიზიანა და გადამღებ ჯგუფს კამერა დაუზიანა. მოგვიანებით დეპუტატმა პირველს და გადამღებ ჯგუფს თოქ-შოუ რეაქციაში ბოდიში მოუხადა. იცით გავგმართოთ მიზეზი, რატომ არ ესწრებოდით სხდომას? ავათება. იცოდნენ თქვენმა კოლეგებამ მის შესახებ? იყვნენ საქმის კურსში? ბატონო, ზოგადად როგორ ახასებთ იმას, რომ გუშინ ჩაიშალა კენჭისყრის პროცესი და ასეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს ვერ ეყარა კენჭი, შეგიძლიათ გითხრათ? სხდომის ჩაშლა რო კარგი არ არის, არიცით? დიახ, მაგრამ ანუ ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევით წამოდი. არა, ბატონო ვიქტორ, ბასნი, ერთი წუთი. ბატონო ვიქტორ, ეს რანაირი ქცევა ვერ გავიგე. ხო, გეკითხებით ძალიან ზრდილობია. რა გაინტერესებთ, მითხარი? გეკითხებით. არ ვიყავი თქო, გავაცდინე, ავათ ვიყავი. რა გაინტერესებთ? ზოგადად როგორ აფასებ? სუდად ვაფასებ. კიდე როგორ გაინტერესებთ? სუდად ვაფასებ. არა, მათ წინააღმდეგ უნდა გატარდეს. იცოდნენ თუ არა თქვენმა კოლეგებმა და წინასწარ იყვნენ თუ არა? რა თქმა უნდა. და უკანხულობა ვიგრძენი, ამიტომაც ვარ ზაფხულთან ჩარწვაზე. თუ იმეს ვივატკინე, მომიტევეთ რამე თუ მე ტელევიზიასთან ასოს გამოდიოდ ყოფილვარ, ნუ არცილო საკენე კულტური, მესმის მომიმეწინა, ალბათ შეიძლება გამოდიმომივიდა, მაგრამ საერთოდ მომიტევო. მე არ ამგონია რაიმე დამეზიანებია, გამორიცხული არ მძერა და მაგრამ თუ მე დავაზიანე, პრობლემა არ არის. მასაც ალამაზრაულობთ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაციის ჩატარებას გარდაულად მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე და ამბობს, რომ ეს შესაძლებელია კანონში ცვლილებების გარეშეც მოხდეს. რაც შეეხება კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა საქმიანობას ეხება, დროებით შეჩერებულია. პროექტის ინიციატორების განმარტებით გადაწყვეტილება ამის შესახებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს. ადმინისტრაციის თანამშრომლების ბედი საბოლოოდ პარლამენტის ნებაზეა დამოკიდებული. ნახოთ რა აზრთა სხვადასხვაობა ოცნებაში და გაიწვევენ თუ არა სადავო კანონპროექტს. შიცულების გარეშეც არის შესაძლებელი რეორგანიზაციის განხორციელება. მმართველი გუნდი ოპონენტების მესამე სექტორისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან კრიტიკის შემდეგ უკან იხევს. როგორც ჩანს, ქართული ოცნება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. გაბერილი შტატები, რასაც თავიდანვე ვამბობდით და რაც ნათლად ჩანდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ნაცვლად გათვალისწინებული 140 შტატისა ბიუჯეტის კანონის თანახმად იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 60 შტატი, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩამოყალიბდება პრეზიდენტის უფლებამოსილების შესაბამისად. მსჯელობაზე და გადაწყვეტილებაზე როცა ვსაუბრობთ, გადაწყვეტილების არსი ამაში მდგომარეობს, რომ ან იღებ და ან გაიწვევ. მმართველი გუნდი მწვავე შეფასებების შემდეგ პროექტის სისუსტეებზე ალაპარაკდა. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ინიციატივა საჯარო სამსახურის სიძლიერეს საფრთხეს შეუქმნეს, მათი უმრავლესობა ამ პროექტს მხარს არ დაუჭერს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს კანონპროექტი განხილული აღარ იქნება, ანუ გაწეული იქნება და ამისი არგუმენტები იყო ძალიან მყარი, მაგრამ მეორე მხრიდანაც ძალიან სერიოზული არგუმენტები იყო. რაც არ უნდა ჩაუღრმავდეთ და იმ სიღრმეებში ვეძებოთ პრობლემები და თითქოს ვიღაცის გამო გავიწვიეთ და ვიღაცამ გაიძულა, გაგვეწვია და ასეთი გადაწყვეტილება მიგვიღო, ეს მართალი არ იქნება. სასახად შემიძლია დაგიდასტუროს, რომ ნამდვილად არ შემოგვიტანია და არ არსებობს ქვეყანაში ადამიანი, რომლის გამო ჩვენ შეიძლება რაიმე ინიციატივით წავსდგეთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის წინაშე. არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც საჯარო სამსახურის ინსტიტუციონალური გაძლიერების საწინააღმდეგო იქნება და აქ იყო გარკვეული ნიშნები, რომ შესაძლებელია ამას დაესუსტებინა ის ზოგადი რეფორმა, რაც ჩვენ ყველა ერთად ვაკეთებთ. სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია, დამსჯელობითი ინკვიზიციური აქტი ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. ასე აფასებს გიორგი მარგველაშვილის საჯარო სამსახურის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. პრეზიდენტის თქმით, სამწუხაროა ისეთი თემების განხილვა, რომელიც 90-იან წლებში განიხილებოდა. ამ ხალხმა, ვინც ემსახურა საქართველოს ამდენი წლის განმავლობაში და ჩვენგან მარტო მადლობას არა პოლიტიკურ მადლობას, არამედ მადლობთ, რომ ეს ასეთი კვალიფიციური ინსტიტუტი შექმნით. უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის რაღაცა დამსჯელობითი, რაღაცა ინკვიზიციური აქტი. ეს შეურაცხყოფა არ მოსულია თავში შევარდნაძე, სააკაშვილს, მებუნებრივი არ მომსვლია თავში. ბოლო რამდენიმე წელია სახელმწიფო ინსტიტუტების დეგრადაცია და შესუსტება გახდა რაღაც ესეთი მოწოდება. პოლიტიკური თავხედობა, ასეთია ოპოზიციის შეფასება. უმცირესობა ფიქრობს, რომ კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველი გუნდი სხვა გზას მონახავს პრეზიდენტის მოქმედი ადმინისტრაციის დასაშლელად. ეს არის გამარჯვება ოპოზიციის, გამარჯვება არასამთავრობო სექტორის, იგივე სახალხო დამცველსაც ჰქონდა საპირისპირო პოზიცია და ზოგადად ეს არის გამარჯვება საღიაზრისა და მორალური მიდგომის. კრებლიო ყველა თანამშრომლის დათხოვნა არამხოლოდ სამართლებრივი აბსურდი იყო და ძალიან ცუდ პრეცედენტს ქმნიდა ჩვენს ქვეყანაში, არამედ იმ ტიპის პოლიტიკური თავხედობა აღმოჩნდა, რომელიც თვითონ ქართული ოცნებისთვისაც კი დაუძლეველი შეიქმნა და ბუნებრივია კანონი იქნა გაწეული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ შეეცდებიან სხვა მეთოდებით პრეზიდენტის მოქმედი ადმინისტრაციის დაშლას. კანონპროექტს დღეს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ არაკონსტიტუციური უწოდა. არის მცდელობა იმისა, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი გვერდის ავლით მოხდეს დასაქმება ან თანამშრომლების გათავისუფლება საჯარო სამსახურიდან, რაც მიმაჩნია არის როგორც არაკონსტიტუციური. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ადმინისტრაციის ყველა თანამშრომლის ადმინისტრაციული ხელშეკრულებებით დასაქმებაზე გადაყვანას ითვალისწინებს, დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით უნდა განეხილათ, თუმცა ეს გაურკვეველი ვადით დიდი ალბათობით კი სამუდამოდ გადაიდო.
მედია მონიტორინგის დასკვნითი ანგარიშის მიხედვით 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდება ტელემაუწყებელთა პოლარიზაცია. ტელესივრცე ორ პოლუსიანი ხდება, სადაც ერთი ნაწილი მიკერძოებულია ოპოზიციის, მეორე კი ხელისუფლებისადმი. სწორედ პოლარიზებულ გარემოში მედია ექსპერტები ტევ პირველს დაბალანსებულად და მიუკერძოვლად აფასებენ. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ ჩვენს არხზე არ იგრძნობოდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ დადებითი ან უარყოფითი განწყობა და არ ერიდებოდა მართველი ძალის მიმართ კრიტიკული მასალების ეთერში გაშვებას. ლუკა ხაჩიძე მედია მონიტორინგის შედეგებზე უფრო მეც მოგყვება. 2016-2017 წლებთან შედარებით ტელესივრცე გახდა მკვეთრად პოლარიზებული და ორპოლუსიანი. თუ გასულ წლებში იკვეთებოდა მაუწყებლების ლოიალურობა ხელისუფლების ან რომელიმე პოლიტიკური პარტიისადმი, 2018 წელს სარედაქციო პოლიტიკა კონკრეტული სუბიექტების დისკრედიტაციაზე ორიენტირებული გახდა. ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა ბოლო 3 წლის წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ანგარიში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. მედია მონიტორინგის მიხედვით ასეთ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა ტევ პირველი და აჭარის ტელევიზია. ციტატა კვლევიდან: ტევ პირველი ცდილობდა მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა წარემართა. 2016 წლიდან არხი ნელ-ნელა პროგრესირებდა და ცდილობდა საარჩევნო სუბიექტების თანაბრად გაშუქებას. 3 წლის განმავლობაში არ იგრძნობოდა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ დადებითი ან და უარყოფითი განწყობა. არხი არ ერიდებოდა მმართველი ძალის მიმართ კრიტიკული შინაარსის მასალების ეთერში გაშვებას. თუმცა არჩევნების გაშუქებისას ნაკლები იყო ამომრჩევლის მრავალმხრივი ინფორმირებისკენ მიმართული სიღრმისეული სიუჟეტები. არხი ვერ ქმნიდა საკუთარ დღის წესრიგს და უჭირდა ახალი თემების წამოწევა. კვლევაში წერია, რომ ტევ პირველი ვერ ახერხებდა ძლიერი კონკურენციის გაწევას რუსთავი 2-სა და იმედისათვის და შესაბამისად უჭირდა ამ პოლარიზებულ გარემოში დაბალანსებული, მიუკერძოებელი მაუწყებლის სივრცის სრული დაკავება. კიდევ ერთი ციტატა კვლევიდან: შედარებით ძლიერად გამოიყურებოდა ტევ პირველის ток-შოუები, რომელიც ყოველ სამუშაო დღეს გადიოდა ეთერში. არხი ახერხებდა ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის სტუდიაში მოყვანას და მწვავე კითხვების დასმას. მედია მონიტორინგის შედეგებს დღეს ტევ პირველის ток-შოუების წამყვანები გამოეხმაურნენ. ჯერ ძალიან პატარა ტექნიკური შესაძლებლობებით მუშაობდა იმედია შემდეგი არჩევნებისას გვექნება საშუალება მოვიცვათ საქართველოს ყველა წერტილი და კიდევ უფრო მეტად მოვახერხოთ მაყურებლის სიღრმისეულად ინფორმირება. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მედია მონიტორინგის ეს შედეგები ჩვენი ახალგაზრდა ტელევიზიისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უფრო იმ ფონზე, რომ ბოლო პერიოდში აშკარად გააქტიურნენ ტევ პირველის მიმართ ბრალდებებში გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც უნდა დაგვადანაშაულო, რომ ჩვენ ვინმე სასარგებლოდ ან ვინმე საწინააღმდეგოდ მუშაობთ. დღეს დიანა ტრაპაიძემ ეთერში იხუმრა კიდეც ზოგს უნდა დაგვაბრალოს, რომ რუსთავის 3 ვართო, ზოგს კი უნდა დაგვაბრალოს, რომ იმედი 5-ო. აი თქვენ კი, ვინც ჩვენი მუშაობის მიღმა პოლიტიკურ აფილიაციებს ეძებთ, შეგიძლიათ კიდევ ერთხელ გაეცნოთ ამ შეფასებას, თუ როგორ მუშაობდა ტევ პირველი არჩევნების გაშუქებისას და არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, არამედ 2016 წლიდან. ნაკლები იყო ამომრჩევლის მრავალმხრივი ინფორმირებისკენ მიმართული სიღრმისეული სიუჟეტები და ის ვერ ქმნიდა საკუთარ დღის წესრიგს. ეს ალბათ პირველ რიგში რესურსებთანაა დაკავშირებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავხდებით ისეთი რესურსების ტელეკომპანია, რომელიც ამ ნაწილშიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეხედულებებს და შენიშვნებს. მოკლედ ტელეკომპანია პირველი და მისი პოზიცია რომ არის და მომავალშიც იქნება მიუკერძოებელი და დაბალანსებული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, რომელიც გამოიკვეთა, როდესაც გარემო ყველა მკვლევარის და დამკვირვებლის შეფასებით უკიდურესად პოლარიზებულია. დოკუმენტში ასევე წერია, რომ 3 წლის მანძილზე რუსთავი 2 მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო ქართული ოცნებისაგან მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში. ამის საპირისპიროდ იმედი სარედაქციო პოლიტიკა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. იმედის მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017-2018 წლებში. არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას.
უნდა აღნიშნოთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში შეიქმნა დაძაბული წინასაარჩევნო ვითარება, რამაც გავლენა მოახდინა მედიაზე. გაკეთდა რამდენიმე განცხადება მედიაშიც ისეთი, რომელიც არ შეესაბამებოდა ჟურნალისტურ სტანდარტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანობაში მედია აჩვენებს გაუმჯობესებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. ეს განსაკუთრებით ეხება ონლაინ მედიას. სხვა მედია სეგმენტებში შეინიშნება პოლარიზება და ასევე ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიკერძოება. TV პირველი ცდილობდა, რომ აი ამ წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის მთელი 3 წლის განმავლობაში ყოფილიყო მიუკერძოებელი და არ დაფიქსირებულა ამ არხზე არც უხეში ეთიკური სტანდარტების დარღვევა და არც რაიმე სახის მიკერძოება, თუ პოზიტიური და ნეგატიური გაშუქებები პრინციპში აბალანსებდა ყველა საარჩევნო კანდიდატის. ასევე ამ არხზე მიდიოდნენ საპრეზიდენტო კანდიდატებიც, რომლებიც წარადგენენ საკუთარ ხედვებს ტოქ-შოუებში წამყვანები ახერხებდნენ, რომ ყველა ესეთი მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები მიიყვანათ ეთერში და განეხილათ სხვადასხვა საკითხები. სამაუწყებლო მედიის სფეროში ძალიან დიდი არის პოლარიზება, რაც აზარებს პირველ რიგში მაყურებელს, იმიტომ რომ მედია აწოდებს მაყურებელს ინფორმაციას. აქ ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელიც აღმოჩნდა ძალიან ანუ იმ კატეგორიის მედიაში, რომელიც არის პოლარიზებული და თან სახელმწიფო პოლიტიკის მხარეს არის. მისასალმებელია მაგალითად თქვენ ტელევიზიის შემთხვევაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება თუ TV პირველი, რომელიცაც პოზიტიური შედეგი აჩვენა. სამწუხაროს არის, რომ ზეგავლენის მიხედვით საზოგადოებაზე ისეთი მაღალი არ არის და რა თქმა უნდა უსულობთ თქვენ ტელევიზიაზე კიდევ უფრო განვითარებას. როდესაც ჩვენ კერძო ტელეკომპანიებზე ვსაუბრობთ და მათ მიკერძოებულობაზე ამ შემთხვევაში რუსთავი ორს და იმედს გულისხმობ, ეს არ არის კარგი, მაგრამ ჩვენ საუბარი გვაქვს კერძო ტელევიზიაზე. სამწუხარო არის მაშინ, როდესაც ეს პოლარიზება ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის თუ მის მფლობელის საკუთრება. სულ ვამბობ, რომ TV პირველი არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს და საზოგადოებრივი ტელევიზიაში, როდესაც ამაზე მაქვს ხოლმე საუბარი, სულ მას აღნიშნავ, რომ სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა დაეკავებინა ის ნიშა, რომელიც დღეს უკავია TV პირველს და არა ის ნიშა, რომელშიც სამწუხაროდ ის აღმოჩნდა. ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მედია მონიტორინგის ინტერესს წარმოადგენდა ასევე კანდიდატთა გაშუქების ტონი მეორე ტურის პერიოდში 29 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე. TV პირველმა ორი კანდიდატის გაშუქებისას თანაბრად გამოიყენა დადებითი, ნეიტრალური და უარყოფითი გაშუქების ტონი. დაბალანსებული გაშუქება კი უფრო ზუსტად ასე გამოიყურება. გაშუქების დადებითი ტონი სალომე ზურაბიშვილი 7%, გრიგოლ ვაშაძე 4%. ნეიტრალური ტონი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე 81-81%. უარყოფითი ტონი კი თითქმის იდენტურია. სალომე ზურაბიშვილი 13%, გრიგოლ ვაშაძე 14%. ერთადერთი დადებითი, რაც ამავე ანგარიშის მიხედვით ბოლოს 3 წელიწადში სატელევიზიო მედიაში წინასაარჩევნო პერიოდების გაშუქებაში შეიმჩნევა სიძულვილის ენის შემცირება. ლუკა ხაჩიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დაგვალოდეთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ახალი ამბები ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ცოტა ხნის წინ ავარია მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. არიან დაშავებულები, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო და სახანძრო ბრიგადები. ჩვენი გადამღები ჯგუფი ადგილზე მიემართება და დამატებით დეტალებს გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილი არავინ არ არის. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს თუ რა ხდება ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე. მასალა კადრებს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვიღებთ.
ხნის წინ ავარია მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები, არიან დაშავებულები, რომლებსაც ადგილზე უწევენ სამედიცინო წარმომადგენლები დახმარებას. წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილი არავინაა. ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდართან დაკავშირებით უწყებაში არ ყვევენ დამატებით დეტალებს. თქვენ პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს თუ რა ხდება ამ წუთებში შემთხვევის ადგილას. ხედავთ ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ასევე ჩანს რამდენიმე დაშავებული ავტომანქანა. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი არავინა, არიან დაშავებულები, რომლებსაც ადგილზევე უტარდებათ პირველადი დახმარება. პირდაპირ ეთერში ადევნებთ თვალს თუ რა ხდება ამ წუთებში შემთხვევის ადგილას. როგორც ხედავთ, ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზევე მობილიზებულია სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები. წინასწარი ინფორმაციით შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი არავინა, არიან დაშავებულები, რომლებსაც პირველადი დახმარება ადგილზევე უტარდებათ. თუ რამ გამოიწვია ავარია ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ჯერჯერობით უცნობია. დამატებით დეტალებს ჩვენ გამოშვების მსვლელობისას მოგეყვებით. მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს გამოშვების მსვლელობისას მოგიყვებით. მანამდე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა, ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. როგორც სამინისტრო იუწყება 13 დეკემბერს სასამართლომ 3 განჩინება გამოაქვეყნა საქმეებზე: ჯიოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, კუდუხოვა საქართველოს წინააღმდეგ, ნანიევა და ბაგაევი საქართველოს წინააღმდეგ. მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. პროკურატურის ინფორმაციით მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობამ, მოტივად კი დასახელდა, რომ გამოძიების მოცემულ ეტაპზე ყველა მთავარი მოწმე დაკითხულია და წარმოდგენილია ყველა წერილობითი მტკიცებულება. შესაბამისად, მოსამართლემ მიიჩნია, რომ აბაზოვის მხრიდან გამოძიებისთვის ხელშეშლის ან მოწმებზე ზეწოლის საშიშროება არ არსებობს და საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება 10,000 ლარიანი გირაოთი შეეცვალა. მარნეულში ადგილობრივ ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და ადამიანური მოპყრობის ფაქტზე დაკავებულ მარნეულის ყოფილ მერს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეუფარდა.
ბრალის დასადასტურებლად, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებების სრულად დღევანდელ დღემდე, ასევე დაკითხულია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ძირითადი ბრალდების მოწმეები, შესაბამისად დაცვის მხარე აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ არ არსებობდა სამართლებრივი საფუძველი ბატონი თემური აბაზოვის საპატიმრო დაწესებულებაში დარჩენის, ვინაიდან აღარ არსებობს საპატიმრო დაწესებულებაში თემური აბაზოვის მიმართ ახკვეთი ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი, იგი გათავისუფლდა სასამართლოს ხომის დარბაზიდან. ბულინგის ფაქტი ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მეხუთე კლასის მოსწავლეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, დირექციას მოსწავლის მშობელმა შეატყობინა, რომ 12 წლის ბიჭს სკოლიდან წასვლის შემდეგ ქუჩაში ხვდებოდნენ უფროსი ბიჭები და აშინებდნენ. დაზარალებული ბავშვი სკოლაში დადის და ასევე იმყოფებოდა ფსიქოლოგთანაც. რამდენიმე დღის წინ სკოლაში გამოცხადდა მოსწავლის მშობელი, რომელმაც სკოლის დირექციას უამბო, რომ მის შვილს სკოლიდან წასვლის შემდეგ ქუჩაში ხვდებოდნენ დიდი ბიჭები და ახდენდნენ მასზე ზემოქმედებას, მის დაშინებას, რომ ბავშვს არ ეთქვა მანამდე დანახული ამბავი. მოსწავლე შეესწრო მანამდე ამ დიდი ბიჭების მიერ სხვისთვის ფულის გამოძალვის ფაქტს. სკოლის ფარგლებს გარეთ ხდებოდა ვიღაცა პირები, აშინებდნენ ბავშვს, ართმევდნენ ჩანთას, გაყავდათ სხვა ტერიტორიაზე, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა ბავშვზე. ჩართულია პოლიცია ამ საქმეში, ფსიქოლოგი მუშაობს ბავშვთან, ჩვეულებრივად ესწრება საგაკვეთილო პროცესში, ჩართულია, ყოველდღურად მოდის. ბავშვი ამბობს, რომ ვიღაცას ასე ჩაგრავდნენ და შეესწრო ამ სიტუაციას. ამბობს, რომ დასრულები არიან, არ არიან სკოლის მოსწავლეები. იცნობდა იმ ბიჭებს? არ იცნობდა. ან სკოლის მოსწავლეები არიან სკოლის? არა, სკოლაში არასოდეს არ უნახია ეს პირები. მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელს შორის ლადო აფხაზავა მოხვდა. ლანჩხუთის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ლადო მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი პედაგოგია, ვინც უკეთესობისკენ შეცვალა თავისი მოსწავლეების ცხოვრება და ჩემპიონია ცვლილებებში. სწორედ ასე ახასიათებენ ფინალისტებს დაჯილდოების ვებგვერდზე. ლადო აფხაზავა 2012 წლიდან არის მცირე საოჯახო სახლის მენეჯერი, სადაც 8 ბავშვი ცხოვრობს. პერსონა 2018 საქართველოს წარმატებული ადამიანები წელსაც გამოავლინეს დასკვნით ღონისძიებაზე 50 ადამიანი დაჯილდოვდა, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი. ღონისძიება პირველად 2015 წელს ჩატარდა და ყოველწლიური სახე მიიღო. იმდენად ვართ სიამოვნებისაგან და სიხარულისაგან აფრთოვანებული, რომ ლაპარაკიც კი მიჭირს, როგორ გამოვთქვა ეს ყველაფერი, რაც დღეს აქ იყო. დიდი მადლობა ყველას იმისათვის, რომ ასეთი შესანიშნავი დღე გვაჩუქეს და არ არის ძნელი, რომ ჩვენ ადამიანებმა ერთმანეთს ბევრჯერ ვაჩუქოთ სიყვარული, პატივისცემა. მე როგორც ბორძის თავმჯდომარემ ძალიან ბევრი ვიმუშავე, რომ დღევანდელი დღე ყოფილიყო განსაკუთრებული, ურთულესი იყო 50 რჩეული ადამიანის გამოვლენა და ასევე ურთულესი იყო დანარჩენ ადამიანებზე სამომავლო გეგმებში გადაყვანა. მადლობა მინდა გადავხადო საზოგადოებას, ბორდის თითოეულ წევრს, რომელმაც იმუშავა და 50 წარმატებული და საუკეთესო ადამიანი გამოავლინა სფეროს განვითარება და ხელშეწყობისთვის. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მე ვფიქრობ, ადამიანებისთვის. ჩვენ შეიძლება ბევრი არ შეგვიძლია, მაგრამ мотиваციას ვაძლევთ ამ ადამიანებს, უფრო მეტი კარგი და კეთილი საქმე აკეთონ და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას ერთგულად და იყვნენ წარმატებული. რაც ეძებდნენ Google-ში 2018 წელს საძიებო სისტემა ყოველწლიურად სტატისტიკას აქვეყნებს, რომელშიც ჩანს თუ რას ეძებდნენ ადამიანები წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად. ჩამონათვალი ასეთია: პირველ ადგილს მსოფლიო ჩემპიონატი იკავებს, რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც Google ტრენდულ თემებს იმის მიხედვით ალაგებს, თუ რამდენად გაიზარდა ინტერესი საკითხის შესახებ წინა წელთან შედარებით. ასევე ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ქარიშხალი ფლორენსიც, რომელმაც ჩრდილოეთსა და სამხრეთ კაროლინაში 55 ადამიანის დაღუპვა და 18 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია. ტრენდული
თემებიდან ყველაზე ხშირად მეგან მარკლის ეძებდნენ, რომელიც პრინც ჰარისზე დაქორწინდა. უბრუნდებით ისე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოავარიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაშავებულია. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი, რომელთაც სასწრაფო ადგილზე გაეწიათ დახმარება, პირველი დახმარება, მათ სიცოცხლის საფრთხე არ ემუქრება, გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ასეთი ყობოლ ინფორმაცია ამ დროისთვის მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.